ამ ზღაპარს თბილისის მარცხენა სანაპიროზე ქვია რესტორანი გაგრა. ნახეთ როგორი ლამაზია, შაბიამის ფერებში, აი ესეთი მორთულია, რაღაცა დეკორაციებით, ყვავილებით, ჭაღებით, აივანზე ფარდებია და აგერ პიანინოც კი არის. ოპ, არიღება. რასაც უყურებ, ჭერი მოწესრიგებულია, იატაკი მოწესრიგებულია, კედლები შეძლების და გვარად მოწესრიგებულია. გასაწმენდი ცოტა შიგნით არის ნამდვილად, მაგრამ მაინც წვეთა პირდაპირ არ მიმდინარეობს, მაგრამ აშკარად უკვე დაგროვება არის და უფრო ხშირად უნდა გაიწმინდოს. კედლები არის კაფელ მეტლახში არის მოპირკეთებული და მისი რეცხვა დეზინფექცია არის ძალიან მარტივი. ოღონ რაც მე არ მომწონს და რასაც თქვენც აუცილებლად დაინახავთ, ეს არის აი ზედაპირებზე ნახეთ აი დაგროვებული ჭუჭყი, რომელიც აუცილებლად სანიტარული დღის ფარგლებში აუცილებლად უნდა ამოირეცხოს და ამოიწმინდოს. ძალიან ბევრი უჟანგავი მაგიდაა, რაც არის ზუსტად იმ კანონის მოთხოვნა, რომელიც დღესდღეობით არსებობს. მაცივარში მომწონს, რომ არის ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი მიმდინარეობს, ოღონ კულერი შავია, მაგრამ აშკარად გასაწმენდია. ხლა უბრალოდ არ მინდა მოუსვა, მაგრამ ხელი და თქვენ თვითონ შეხედავთ, რომ კულერი გასაწმენდია და ერთი კითხვა მაქვს, მაცივარში რატო ინახავთ ხელთათმანებს? აი ყველაფერი მინახია, ფული მინახია, ჩანთები მინახია, საფულეები მინახია, ტელეფონიც მინახია, ალბათ ბევრი ლაპარაკის და აცივებდნენ, მაგრამ ხელთათმანი პირველად ვნახე. რას არ ნახავ, კატაც გვინახია მაცივარში. კერძი მომზადებულია და მომზადებული კერძი აუცილებლად უჟანგავია, მაგრამ უნდა გადავიღოთ სხვა კონტეინერში და თავსახურიც უნდა იყოს შესაბამისი. აი კარგად უნდა ეხურებოდეს და დასუფთავებული უნდა იყოს. ყველაფერზე აბსოლუტურად ვადები უნდა იყოს აღნიშნული და ვადების სამწუხაროდ არ გვაქვს მითითებული პროდუქციაზე. აი აქაც კერძი არის მომზადებული და დასტიკერება არ არის სამწუხაროდ. აი ეს სათალი არის და საკმაოდ სათუთი პროდუქტია და აუცილებლად უნდა იყოს ვადა მინიშნებული, არ არის. აქაც არის პროდუქტი და ალაგებენ ქალბატონები და პროდუქტი არის ჩაწიკწიკებული. ესენი დღევანდელი გაკეთებულია და მაშინ რატო არ არის ვადები მითითებული? აი ნახეთ, გაამზადეთ, შედევით ჯერ ვადა უნდა დააკრათ და მერე უნდა შედოთ, ხო? აუცილებელია, სტიკერები გაქვთ, ყველაფერი მოტანილია, მაგრამ არ იყენებთ. აი ეს არის ძალიან ცუდი. რაც მომწონს, ეს არის არაჩვეულებრივად სუფთა დაფები. აი ესეთი დაფები ძალიან იშვიათად სადმე რომ მენახოთ, ძალიან სუფთაა და მომწონს და ეს არა ერთი, აი ნახეთ. აქ არის, აი ამას გამოვცვლიდი იმათ ფონზე ეს უკვე როდესაც აი ესეთი ჭუჭყი არის ჩამჯდარი, ეს აუცილებლად უნდა ან გაირეცხოს, ან უნდა გამოიცვალოს. ჩვეულებრივად თასებში ხდება პროდუქტის და ჭურჭლის გარეცხვა, დიდი ნიჟარებია და ამის გარეცხვა ძალიან მარტივია, იმიტომ რომ სულ კაფელ მეტლახში არის ყველაფერი მოთავსებული. მომწონს, რომ საპონი, სადეზინფექციო ხსნარი და ერთჯერადი ხელსახოცებია და მრავალჯერადი ეს პირის საწმენდები არ არის ნაჭრის, რომელიც აი მტვერის და მიკრობების დაგროვების ბუდია. აქ ეს არ არის და ესეც რა თქმა უნდა ჩემთვის მისაღები და ძალიან კარგია. ეს მოხარშული კვერცხია თუ მოუხარშავი? მოუხარშავი კვერცხია, კი ბატონო და გარეცხილია? კი, გარეცხილია და წყალში არის. ეს გარეცხეთ თქვენ საბრიცხში და დღეს 21-ია. დღეს გარეცხეთ, იმიტომ რომ წყალია აშკარად და დღეს მაშინ ეტიკეტი უნდა გამოცვალოთ აუცილებლად, იმიტომ რომ გარეცხილი კვერცხი დღეს უნდა გაიხმაროთ, იმიტომ რომ ბევრად უფრო მავნებელია წინასწარ გარეცხილი და ასე წყალში მოთავსებული კვერცხი, ვიდრე თქვათ გაურეცხავი. და ლამაზი კიბეა. ეზო არის პატარა და კოხტა. ბუნებრივია ზამთარში ეზო არ მუშაობს, ამიტომ არის აი ესეთი კუპე. მოდით შევიხედოთ და კუპესაც აქვს ხედი შადრევანზე. წარმომიდგენია ზაფხულში როგორი ლამაზი ხედია და როგორი სიგრილია. ეხლა კი ცივა, ამ კუპეს მოუხდებოდა ბუხარი, მაგრამ ალბათ არის გათბობა. არ ვიცი, ბუხარს ვერ ვხედავ. აგერ არის ბუხარი. ნახეთ, როგორი სიმპათიურია.
სულ ამ ფერებშია, ტიფანის ფერებშია გადაწყვეტილი. ყვავილებიც კი არის ხელოვნური, ჭაღი აქაც არის. ძალიან მომწონს ეს ინტერიერი. ხშირად კუპეები არის რატომღაც ესეთი მკაცრი მამაკაცებისთვის, აი მოკრძალებული არანაირი ინტერიერი. აქ პირიქით არის, აქ შეგიძლიათ ოჯახებით მოხვიდეთ, მეგობრებით და ძალიან ლამაზ ინტერიერში მიირთვათ ალბათ გემრიელი კერძები. ხო, რა თქვა მადონამ, რა გითხრათ? როგორია თქვენი სამზარეულო? რამოდენიმე შენიშვნა, მაგრამ ზოგადად ის რომ რაღაცები გათვალისწინებული გვაქვს და საბოლოოდ არა ვართ ისე ცუდ მდგომარეობაში, რომ აჰა, ცუდი გასაგებია. ცუდი შეფასება არ არის. ეს უკვე კარგია. აქაც სამზარეულო ყოფილა და მაცივრებია. აქ არ მუშაობთ ფიზიკურად. ხო, მაგრამ ხორცის დამუშავება აქ ხდება. არა, გოგცეთ. ხორცის დამუშავება. გადის ეს თორე აქ არ მუშაობთ. არა, ეს არ გადის ჩემო ძვირფასო. ნახეთ, აი ეს აქ მუშაობს. კი, მანქანა მუშაობს აქ. არა, ხო. ჩვეულებრივად და ამას არ ხმარობთ. იმიტომ რომ ეთყობა კი ბატონო. ხო, მაგრამ თქვენი ობიექტი საგმად ცნობილი იყო ხინკლით და ხინკალი რატო მოიღეთ? ის მეხინკლი აღარ ყავს ვინც ყავდა და შესაბამისად ეს გარეცხილი გამზადებულია. ხორცის მანქანა გავხსენი რატო? იმიტომ რომ ეს უფრო საინფორმაციოდ გავაკეთე, იმიტომ რომ ძირითადად ყველას ერთი და იგივე შეცდომა აქვს მთელ საქართველოში სამწუხაროდ და მინდა ეხა გაჩვენოთ, აი კამერით ერეკლეს ვთხოვო და შეანათოს და გაჩვენეთ. ნახეთ, მანქანა არის გარეცხილი, აი შეხედეთ, აი ყველაფერი აბსოლუტურად ესენი იდეალურადაა გარეცხილი, მაგრამ 99%-ში აი ასეთი ხორცის ნაწილაკები არის შიგნით ჩარჩენილი გარეცხილ მანქანაში, რომელიც აბინძურებს შემდეგ პარტიას და მერე იწყება პრობლემები. აქედან გამომდინარე, აუცილებლად არა მარტო ამ ობიექტს ყველას მოგმართავთ მე რესტორნები თუ კი ვინმე მიყურებს და ვისაც აქვს ხორცის მანქანასთან კონტაქტი და აი აუცილებლად არ დაგეზაროთ და მე ძირითადად ყველას ურჩევ რომ ერთი სანათი გქონდეთ რომლითაც შეანათებენ და გააკონტროლებენ იმიტომ რომ წინა პარტია ძალიან მარტივად ფუჭდება, მით უმეტეს, როდესაც ხახვი არის ხორცთან ერთად გატარებული და მწვანილი, მარტივად ფუჭდება და მერე შემდეგ პარტიებს უკვე აბინძურებს. ნახეთ როგორ არის ჩაწიკწიკებული ყველაფერი, აი ცალცალკე არის დადებული, აქ ყველაფერი დასტიკერებულია, ყალმახი, თევზი და კრაბის ჩხირები ერთად არ უნდა იყოს მოთავსებული. იმიტომ რომ პროდუქტი რომელიც უკვე გასუფთავებული და გამზადებულია კერძის გასამზადებლად და ის აღარ გაირეცხება ვაკუუმიან პროდუქტთან შეხებაში არ უნდა იყოს, იმიტომ რომ იმ პროდუქტს მაგიდაზეც ვდებთ, ხელითაც ვეხებით და უკვე თავისთავად ჯვარედინად პროდუქტს ვაბინძურებთ. ჰასპი ობიექტზე აშკარად არ დავსვა მკითხვას უყურებ, რომ ნამდვილად დანერგილია, იმიტომ რომ აი ყველგან ვადები წერია აბსოლუტურად და ყველგან არის თერმომეტრი მოთავსებული -13-14 გრადუსია ახლა ამ მაცივარში და პროდუქტი არის ჩაყინული 21 ეს ახალი პროდუქტია 21 დღეს ხო 21-ია აი ახლა თუ გინდათ მომკალით და ეს რო დღევანდელი არ არის, აი ეს. ამაზე თავს დავდებ. თქვენ ხო დამეთანხმებით? მე დაგეთანხმებით. მადლობა გულწრფელობისთვის, იმიტომ რომ აი პროდუქტს როდის არის გაყინული, აშკარად ეთყობა, ის არის ახალი ვერ მოასწრებ და ესე გაყინოს. ხორცის მაცივარი მეტი არა გვაქვსო, აქ არის სასმელები გასაცივებლად ჩალაგებული, ესეც აი ქუჩიდან შემოსული თქვა ნამცხრებისთვის და სხვადასხვა კერძებისთვის არის. აქ ხორცი არის აი დაფასობებული. ეს დილის კი ნამდვილად გაკეთებული არის. კიტრის მჟავე და რაღაც აი აჯიკები და სანელებლები და ასე შემდეგ. მაქსიმალურად შემცირებული აქვთ ასორტიმენტი, ურჩევნიათ ცოტა გააკეთონ, მაგრამ ხარისხიანად გაკეთდეს, ვიდრე ძალიან დიდი ასორტიმენტი იყოს და რაღაცაებს ვერ გაუძლონ და ვერ გააკეთონ სათანადოდ. გაგრის დარბაზში ხვდებიან ანგელოზები. ნახეთ, ჭერში არიან, აბასად უნდა იყვნენ ანგელოზები თუ არა ცაში და ეს ცისფერიცაც
მე ვფიქრობ, რომ ორიგინალური გადაწყვეტილებაა. ერთის მხრივ საკმაოდ ბანალურია, რა თქმა უნდა, ეს ანგელოზები, მაგრამ ამ დარბაზს ნამდვილად უხდება. სარკეშიც შეგვიძლია შევიხედოთ, გავიპრანჭოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ექსკურსია, აბა დავათვალიეროთ. აი ნახეთ, პატარა საბანკეტო დარბაზია, ესე ვიტყოდი, მაგრამ ნახეთ როგორ ლამაზად არის გაფორმებული. ყველგან ჭაღებია, თუნდაც ეს ცა, ჭერი ცა, თავისი ანგელოზებით, ყველგან სარკეებია და სარკე განსაკუთრებულ განწყობას ქმნის, სარკე ხო ყველაფერს ალამაზებს, თან როგორ გვიყვარს ჩვენ ქალებს, რომ თან რო ვზივათ და თან რო სარკეშიც ვიყურებით. რაღაცა ძალიან გამომივიდა, რომ ვაქებ სულ, მაგრამ ნუ რაც მომწონს, უნდა ვაღიარო, რომ მომწონს. ცოტა შელახული კედლებია, ალბათ გასარემონტებელია მაინც და იმედია ამასაც შეალამაზებენ. მე კი მომწონს, რომ სურათები არის და რაღაცა ნახატებიც კი არის კედლებზე და ზოგადად ნამდვილად არ არის ცუდი ინტერიერი. შეიძლება ეს არ არის სულ ახალ გარემონტებული და ძალიან განახლებული არ არის, მაგრამ რაც არის სისუფთავეშია შენახული. აი ეს არის მთავარი, რომ არის სუფთა იატაკი, სუფთა ავეჯი და ნახეთ როგორი ყვავილებიანი ლამაზი გადასაფარებელი აქვს აი ამ განსხვავებულ ერთ მაგიდას. მრგვალი მაგიდაა და ესეთი მაგიდის გადასაფარებელი აქვს. მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ასეთ მიდგომას, სისუფთავეს, მიყვარს, როდესაც ხდება მოწესრიგებული კვების ობიექტი, მით უმეტეს ჩვენ დავათვალიერეთ გაგრას როგორც დარბაზი, ასევე კუპეები და სიმყუდროვე, სიკოხტავე ყველგან დახვდა. ამიტომ მინდა შევაქო ეს რესტორანი მარცხენა სანაპიროზე, რომელიც თურმე კოსმონავტების სანაპიროა. ყველაფერზე აკრია 21 რიცხვი. ეს დღეს არის დამზადებული. კი, გეთანხმებით. ეს არა. არ არის. შემოტანილია, რა თქმა უნდა, დღეს არ არის. არ არის დღეს დამზადებული. მეც გეთანხმებით. რა თქმა უნდა. ესეც არ არის დღევანდელი, იმიტომ რომ ამდენი მომხმარებელი არ ყოლიათ. არც ეს არ არის დღევანდელი, არც ეს არ არის დღევანდელი. ეს გუშინდელი არის და ეს გუშინდელი. ეს დღევანდელი, აი ეს წუხანდელი. ეს წუხანდელია და რა რიცხვი წერია? დღევანდელი რიცხვი. გუშინდელი რიცხვი უნდა დააწეროთ. ძალიან კარგია, რომ სამრეცხაო არის სრულიად იზოლირებული. ძირითადად არის ისე, რომ ერთ შესასვლელში შედიან და სამზარეულოც და სამრეცხაო ერთ სივრცეში აქვთ. აქ არის გამოყოფილი ნახმარი ჭურჭელი, გამოყენებული ჭურჭელი შემოდის აქ აი ზუსტად ამ კარებიდან და შემდეგში არის იმის საშუალება, რომ აი აქედან გავიდეს, აი აქედან შედის სამზარეულოში. ნახეთ? ანუ ეს არის ზუსტად ის სავალდებულო მოთხოვნა, რომელსაც კანონი ითხოვს, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად შემოვიდა, გავიდა. ეს არის უწყვეტი ჯაჭვი. შემდეგ იქ გამზადდა კერძი და გამოვიდა. ანუ აქ კერძი არ ხვდება და სამზარეულოში ბინძური ჭურჭელი, გამოყენებული ჭურჭელი არანაირად არ ხვდება და ეს არის ძალიან კარგი და მისაღები. დანარჩენი რა პრინციპში ჩვეულებრივი მომენტია, ოღონ აი რას გთხოვთ კიდე ერთს ნახეთ, რაც არის პრინციპში არასწორი. ეს არის სუფთა ჭურჭლის აი ასეთ ტილოებზე დალაგება. ეს არის მტვერის და მიკრობების ბუდე, იმიტომ რომ ეს ხო სველდება და შრება და აი აქაც აი ამ ტილოებთან ერთად აი იყოს სუფთა ჭურჭელი, ჭურჭელი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესტორანში, იმიტომ რომ ჭურჭლიდან შეიძლება მზა, კარგი კერძი გავიტანოთ დაბინძურებულ ჭურჭლით და მომხარებას პრობლემა შეექმნას. ამიტომა თქვენ მეტი ვალდებულება გაქვთ ამ შემთხვევაში სამზარეულოში ისე თუ ასე მოწესრიგებულია ყველაფერი და აქაც ესენი ავიღოთ აუცილებლად, ამას გადავაკრათ ისეთი რამ, რომ იყოს უჟანგავი და აი ეს ჟანგი არ ხვდებოდეს ჭურჭელთან და აი ესეთი ტილოები, რომელიც სველდება, მერე შრება და ობის სოკოთი არის გაჟღენთილი, სუფთა ჭურჭელთან შეხება არანაირი არ ქონდეს. რა არის, როგორი სველი აქ ყველაფერი? წვიმს, უამინდობა აქაც წვიმს. უი, ნახეთ, როგორი საინტერესო ნიჟარაა, ოქროსფერი.
წყალი? ოპ, დავკეტოთ. აი სად იხარჯება თურმე წყალი. რესტორანში ღია ტოვებენ წყალს, რომ არ გაიყინოს. კარგი, წყალი მოდის, ფაქტია. ზოგიერთ უბანში თბილისში წყალი არ მოდის და გაგრაში მოდის და მოდის. არის, მე ვხედავთ ხევადი საპონი არის ტუალეტები, ვერ გეტყვით რომ ძალიან სუფთა და მოწესრიგებულია, მაგრამ ალბათ საღამოს, როდესაც სტუმრები მოდიან, უფრო მოაწესრიგებენ და მოამზადებენ. არის ნამდვილად ერთჯერადი ხელსახოცი და მე ვხედავ რომ არის ცოტა გაწმენდილი და არა და ჭუჭყიანი აშკარად ეს ნიჟარა, ნახეთ. ჯერ არა, დაასუფთავებთ, ხო, სუფთა არ არის. ნამდვილად სჭირდება დასუფთავება, თუმცა გარემონტებულია, წითელ ფერებშია, სარკეები არის, მაგრამ რა თქმა უნდა, დასალაგებელია. ამიტომ ვიტყვი, რომ საპირფარეშოს მინუსები აქვს, მაგრამ გვეუბნებიან, რომ საღამოს, როდესაც სტუმრები მოდიან, ეს ადგილიც იქნება მოწესრიგებული. და მე მიყვარს გაგრა, მე ვხედავ ამ წარწერას სახურავზე. აი როგორ გითხრათ, აი ხედავ და ნახეთ როგორი ცათაბჯენებია, ეს უკვე ალბათ წერეთლის გამზირის სახლებია, ჩვენ კი ვართ მარცხენა სანაპიროზე და აი აქ იმალება ეს პატარა მყუდრო რესტორანი. როგორ ცოტა მოვიოხრე, იმიტომ რომ ამ რესტორანს ქვია გაგრა. ყველა ქართველისთვის ალბათ ეს არის სანოკვრელი სიტყვა, გაგრა, აფხაზეთი, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს.